წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის მეორე ეტაპზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს. განაცხადების მიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში 1 მაისიდან დაიწყო და 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობა აფხაზეთიდან დროებით დევნილ განსაკუთრებული მიღწევების სტუდენტებს შეუძლიათ, რომლებიც ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ პროგრამებზე სწავლობენ. მონაწილეობა შეუძლიათ ასევე ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების ბაკალავრებს, მაგისტრანტებს და ავტორიზებული სამედიცინო სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტებს. თანადაფინანსება სასწავლებელში ბოლო სემესტრში ან ერთიანი დიპლომის შემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით და არსებული დავალიანების საფუძველზე 500, 700 ან 1125 ლარის ფარგლებში ხორციელდება. აფხაზეთიდან დროებით დევნილ ძალიან ბევრ ახალგაზრდას სურს მიიღოს განათლება, თუმცა სათანადო პირობების არ ქონის გამო ვერ ახერხებენ, ასე რომ ჩვენ მივიღეთ ზომები, რომ ამ ახალგაზრდებს მაქსიმალურად მხარი დაუჭიროთ და ისინი ნამდვილად იმსახურებენ ჩვენ თანადგომას, იქნება ეს პროფესიულ უმაღლეს განათლებაში, ბაკალავრიატში, მაგისტრატურაში თუ რეზიდენტურაში. ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისია და მიზანი, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათ განვითარებაში. ახალგაზრდების წარმატება არა მხოლოდ პირადი გამარჯვება, არამედ საერთო ნაბიჯია ჩვენი საზოგადოების უკეთესი მომავლისაკენ. მოქალაქეთა განაცხადების მიღება ელექტრონულ პორტალზე ხორციელდება. სტუდენტებს ასევე შეუძლიათ საჭირო დამატებითი დოკუმენტაცია წარადგინონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში. დეტალური ინფორმაცია იხილეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ან Facebook გვერდზე, ან დაუკავშირდით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელხას ნომერზე 153.